გამარჯობა, მინდა გამოვეხმაურო ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს კოცებთან დაკავშირებით და ჩვენი ევროპული ეგრეთ წოდებული ინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში, რო თითქოს ქართველი საქართველოს მხოლოდ ფორმალურად არის ევროკავშირის რიგში მდოუმი და მისი იდეებისთვის მებრძოლი ქვეყანა და ასე შემდეგ. მოკლედ რა მინდა რო ვთქვა რა. გულახდილად უნდა ვისაუბროთ, ეს არის ძალიან სუსტი განცხადებები, რომელიც ხელს აძლევს პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართველი ერის ოკუპანტ დაჯგუფებას. ესენი ხელისუფლება არ არიან, ჩვენ დავარქვათ ამათ თავიანთი სახელი. მხოლოდ ეს რბილი კრიტიკით, არანაირი რეალური ღონისძიებები, რაში უნდა გამოხატულიყო, რას ველოდებოდით რა მთელი მარტო ის, რომ აი ქართველ ხალხს ჩვენ პატივს ვცემთ და არ გაუგუქმებთ ვიზა ლიბერალიზაციას. ეს არ წაიყვანს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან, ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს საკუთარი ძალაუფლების მოპოვებაში და საკუთარი ინტერესების განსაზღვრაში. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა და პირდაპირ უნდა მიეღო სანქციები და სანქციები უნდა მიეღო ისეთი მეძიმე არა რაღაცა ჩვენ ტერიტორიაზე აღარ შემოვიდეს ბიძინა ივანიშვილს ეხლა ხო როცა ჩუკო მთელი ევროპის ტერიტორია ფეხს არ დადებს ზედ რა უნდა იქ ჩაკეტილია თავის ციხესიმაგრეში ქვეყანა გადააქცია თავის ფარდულად და არის იქ და იქ ღმერთიცაა მეფეცაა ყველა თუ რატო წამოვა აქ რა უნდა ან ვის უნდა რატო უნდა რისთვის წამოვა კალაძე წამოვა თუ ვინ წამოვა ეხლა ისინი ივანიშვილს რო გაემიჯდნენ და ჩუმად ფულს უტეხავდნენ და მისი მატრახის ქვეშ არიან ტრაქზე შეიძლება კი უნდა გამოპარვა მაგრამ მაგი ახლა სხვა საკითხია ვინმე მადგა ბიძინა ივანიშვილს იმ დაჯგუფებას ბოროტებრივ დაჯგუფებას საქართველოს ხელისუფლება რო ქვია ჩამოართვა ევროპაში რო აქ გამოზიდული იქნება ხო არავინ არ ჩამოართვა ხო არავინ წესიერად ერთი შვეიცარიამ გაყინა მაგის ანგარიშები და არჩეი სადაა მათი ანგარიშები გაყინული კალაძეს რო შეეკითხო დიდი ხანი ევროპიდან წამოღებული აქ თურმე ქართველმა ხალხმა რაც იმუშავა ქართველ ხალხს რაც მოპარეს ქართველ ერს ძღნერს საჭმევენ და ეს ახვარი ივანიშვილი კაზრეთი და ზოქროდან დაწყებული ძველი საბოედოებიდან დამთავრებული ყველაფერს აფეთქებდა და ყიდიდა და აქ ევროპაში სახლები და სასახლეები ნაყიდი ამაჩვილებს და ამაჩვილიშვილებს და მოწყობილი აქვს ქონებები და გადაფორმებული მესამე მეოთხე პირებზე და ისე არიან აყვავებულები რა ვინმეს გაუჭირდა ევროკავშირის უწყებებიდან დაადგინონ ვისი ქონება როგორია და რანაირია ეს ხო თავისუფლად შეიძლება რატო არ არის ეს ქონებები ამ ხალხზე ჩამორთმეული ჩამოართვით ბიძია ამ ხალხს რა არის ის ევროკავშირის უწყებებმა რამდენი გაჭირვებული ქართველი ცხოვრობს მათხოვრა დაკიდებული უსახლკარო ზოგი დახმარებას ითხოვს ზოგი აკვდება 1000 პრობლემებისგან ყველას გადარჩენა ხო არ ხდება გადასცენა უბრალო ადამიანებს ამათი მილიარდების ქონება რა მილიონების ეს იქნება სწორი ნაბიჯი ეს იქნება სწორი დახმარება და არა ის რომ თურმე რაღაცა ფორმალურად დავარ ჩვენ და არც მწვადი დავწვა და არ ჩამული ესე არ გამოვა ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისი რაც ბიძინა ივანიშვილს აძლევს დღეს უფრო ხმამაღლა საუბრის უფლებას და ის კიდე რომ ევროუწყებებიდან პირდაპირ დავასახელოთ ეს ყველაფერი რომ კრიმინალები ასოცირდებიან ქართველი ერის თვალში სახეთ მთელი ევროპული ინტერესის ეს არის ნინო ლომჯარია ეს არის უჩანა ნუაშვილი ეს არის დამაგვარი ტიპები რომლებსაც არანაირ ღირებულებებთან არათუ ევროკავშირთან და ევროსაზოგადოების ინტერესებთან ეხლა არავინ არ დამაბრალოთ რომ არ ვიცი რას ნიშნავს ევროპული ფასეულობები აქ ცხოვრობ აგერ რამდენი წელიწადია ესეთი ფასეულობებით გინდა ღარიბაშვილი გინდა ლომჯარია გინდა ნანუაშვილი აქ რო ეცხოვრა რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელ პირს რომელსაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე დიდი ხანი დაჭერილი იქნებოდა, გასამართლებული იქნებოდა, აკრძალული იქნებოდა მთელი თავის ცხოვრება სახელმწიფოებრივი პოსტების დაკავება. აი რამ გამოიწვია ქართველი ერის თვალში ნებისმიერი ევროპულის დისკრედიტაცია, არასწორმა დამოკიდებულებამ არასწორი ადამიანების მიმართ. თუ ვინმეს უნდა ხარდაჭერა, ვიცი რომ ძალიან ბევრი მისმენს, ეს არ არის რა თქმა უნდა კონკრეტული თელიანად ჯგუფის ნაზრები
ევროუწყებები არის ალიანსი, იქ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, ძალიან ბევრი ადამიანია და ასე შემდეგ. მაგრამ ვინც მისმენს და ვინც რა თქმა უნდა მისმენს, უნდა იცოდეს, რომ ლომჯარიებით, უჩანანუაშვილებით და ქართული საზოგადოების მხარში დგომა არ მოხდება. და პირდაპირ ნაბიჯები, გინდათ ამას დაარქვით, კაცრი ნაბიჯები, გინდათ ამას დაარქვით, რადიკალური ნაბიჯები, როგორც გაგიხარდება თუ ბიძინა ივანიშვილის, მისი ბილწიშტამომავლობის, მისი დაჯგუფების უახლოესი და არაუახლოესი გარემოცვის ქონების კონფისკაცია არ მოხდება პირდაპირ. ივანიშვილის ბილწი ხელისუფლების გამოცხადება არ მოხდება როგორც დიქტატორული რეჟიმის. და წითელი ცირკულარში შეყვანა, ხო? მანამდე ეს არც მხარდაჭერა არ იქნება ქართული საზოგადოების და არც გვერდში დგომა არ იქნება. დღეის მონაცემებით თავშეკავების მიზეზი რა არის მათი მხრიდან ასეთი პირდაპირ და სწორი ნაბიჯების, მე ახლა ამას არ გაუღრმავდები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ თუ ვინმე შეუძლია დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გადმოიკიდოს ბეჭდზე, ესაა ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მე მომწონს, არ მომწონს, როგორია ისა, მე ვამბობ რეალურ პოლიტიკურ მოცემულობას. და რატო არ ხდება ეს და როგორ არ ხდება, ეს არის ბრალი იმის, რომ საქართველოს არ აყავს ოპოზიცია. საქართველოში დაკარგულია ყველანაირი პოტენციალის მქონე ოპოზიცია, რომ დაელაპარაკოს ამ უწყებს მოთხოვოს, ჭეშმარიტად მოთხოვოს, რეაგირება მხარდაჭერა. ამათ ავტორიტეტები არა არის, რა ნაცების ავტორიტეტებზე, მაგეთ გაუქმებაზე, არ გაუქმებაზე მე არ ჩავალ. სოფლიოში მიმდინარეობს უსასტიკესი ომი. მე ვიტყვი, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ასეთი სასტიკი ომი არ ყოფილა. სადაც უკრაინა, რუსეთის ომმა ბევრი რამე განსაზღვრა და დღეს მთელი ევროპის ყურადღება, მთელი ამერიკის ყურადღება დათმობილია ამ ვექტორზე. და საქართველოსთვის არავის არ ცალია. ჩემი ზურვილი იქნება, რომ რამენაირად ეს ომი იქნებ დამთავრდეს. როგორმე დამთავრდეს და აი მერე ნახეთ, თქვენ რა ეშველება ჯერ უკრაინაში გადახვეწილ ნაცებს, რომლებიც იქ თავს გმირებად ასაღებენ, უმუშევრად, უსაქმურად დარჩენილ ნაცებს და აქ კიდე ქოცებს. აი ამათთვის ეს იქნება უფსკული. როცა ამხელა ყურადღება განთავისუფლდება და ჩვენსკენაც მოიცვლია დაალაგონ სიტუაცია. და დაალაგონ როგორ იცი? არა ქართველიერის ინტერესებში შეიძლება მოხდეს ეს, პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ქოცების ინტერესებში ნამდვილად არ მოხდება. დღეს ქართველი ერის ინტერესები საერთოდ არ ჩანს, არ არსებობს, აი ნოლზეა დასული. всё, პლაფონზეა, აღარ არსებობს, სკერზე ვართ. დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ჩანს და მის მერე კოლაბორანტი ამ ეგრეთ წოდებული ნაოპოზიციონარი ტიპების რა. აი მარტო ესენი ჩანს. და ესენი უნდა გაიწმინდოს, სუფთა ველი უნდა გახდეს და ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ერის ინტერესი ისარგებლებს, მინიმუმ თავს წაბოყობს რა. მე ვამბობ ისე იმ რეალობას რაც არის, სხვა რეალობა ჩვენ არა გვაქვს ჩემო კარგებო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში, სადაც ვიღაცას ვახსენდებით რაღაცა და ამბობს, რომ ხო ასეთები არიან, მაგრამ ფორმალურია ეს, ისა. რამდენი წელიწადია ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, როგორც დიქტატორი. რამხელა უბედურებები ხდება ქვეყანაში კაცო. და ხო ვილაპარაკებთ ამაზე და მე რა ფორმალურად ასე იყოს და ისე იყოს და ისე იყოს. თუ ვინმეს იმედი აქვს ევროპიდან, ევროსაბჭოდან, ან თუნდაც ამერიკიდან ემას რა ქვია იტყვის სიტყვას და იქ ბიძინა ივანიშვილი წავა, ბიძინა ივანიშვილი არც წავა და არც გადადგება. და არც თქვენი კრიტიკის არ ეშინია რა. არ ეშინია რატო იცი? ეს არის ჩვეულებრივი მინიმუმ მანქურთი, რომელიც სადამ ჰუსეინის იმას რას შევადარებ, კაცო. სადამ ჰუსეინს უფრო პატივისცემა ჰქონდა მისი ერის ვიდრე და სხვათა შორის კიდე იმ სიკვდილს მოხდებოდა ვაჟკაცურადაც შეხვდა. ვერც ერთი ქოცების ეგრეთ წოდებული ემიდან ანკლავიდან სიკვდილს ასე ვერ დახვდება, როგორც სადამ დახვდა ჰუსეინი. არ შევადარებ არც ერთ დიქტატორს, იმიტომ ყველა დიქტატორი საკუთარ ქვეყანას უფრო დიდი სიყვარულით ეპყრობოდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ამას. ეს არის რეალობა. და ამას სამწუხაროდ ჩვენ ვითმენთ მთელი ერი. და როგორც გინდათ ისე დაარქვით. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, გადადგას პირდაპირ ნაბიჯები, თუ არა და სიტყვით ჩვენ ვიტყვით და ეს იქ რაღაცა იქნება, ესე არაფერი არ იქნება რა. და ქართველებს ბიძინა ივანიშვილის გადაგდება არ შეუძლია. წართმეული ძალაა ქართველი ერი, მხოლოდ დაურჩით ესე სამწუხაროდ უნდა ითქვას ეს, თუ ვართ ისიც რეალობის მთქმელი, ისიც არა ვართ ქვეყანაში. არ გაგვაჩერეს და მიტო.
იმიტომ რომ შეიძლება ამისგან ოპოზიცია შექმნილიყო ადეკვატური და ის ხო უნდა მომსპარიყო და აი მიგვიყვანეს ამ დონეზე ეს არის რეალობა. გმადლობ ყურადღებისთვის.